ბათუმის ხელოვნების ცენტრში ოპერის სოლო შემსრულებელთა კასტინგი გრძელდება. ტრავიატაში, რომელსაც მაყურებელი მომავალი წლის აგვისტოში იხილავს, დღეს შერჩეული მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას. მსგავსი სახის კონკურსი უკვე 10 წელი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში იმართება. პროექტი ბათუმში წელს პირველად ხორციელდება და მას ავსტრიელი რეჟისორი კრისტიან პაპკე უხელმძღვანელებს. პროექტის ფარგლებში პარალელურად ახალი ქართული პიესა 2013 შესარჩევი კონკურსი და დოკუმენტური ფილმის გადაღებებიც მიმდინარეობს. ავსტრიულ-ქართული პროექტის სახელწოდებით საუბარი საზღვრების შესახებ საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ავსტრიული მხარის ხელშეწყობით და თუმანიშვილის ფონდის ორგანიზებით ხორციელდება. კრისტიან პაპკე, ავსტრიელი რეჟისორი და დრამატურგი, ანალოგიურ კონკურსს ატარებს მთელ მსოფლიოში, უпростоრად ევროპის ლოკალურ ნაწილში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ეს ერთადერთი კონკურსია ამ სახის. წელს ის ჩამოვიდა საქართველოში და ჩემთან ერთად ატარებს კონკურსს ავსტრიისთვის. ვეცდებით, რომ ბათუმის სცენაზე ტრავიატას თანამედროვე ვერსია დავდგათ. შესაძლოა ეს ოპერა ფარგლებს გარეთაც გავიტანოთ, ან კიდევ მთელი მსოფლიო მოვიწვიოთ ბათუმში ამ ვერსიის მოსასმენად.